თქვენ როგორ უყურებთ ამ პერსპექტივით, როდესაც ევროკავშირი დასავლეთი და ეს ცივილიზაცია მთავარ მტრად მონიშნა დღეს მმართველმა რეჟიმმა და მათ შორის ღირებულებით დონეზეც კი დისკრედიტაციის ფართო კამპანია არის გაშლილი. ეს გაუგონარია. შეუძლებელია ასე რომ რომელიმე სახელმწიფო იქცეოდეს. ეგ არის რუსული მოდელის გადმოღება, რომელიც ისედაც არ ამართლებს, იმიტომ რომ სად რუსეთის ძალმოსილება და სად ჩვენი. და თუ რუსეთმა თქვა, რომ ჩვენ თუ ამათ მოვიშორებს სუვერენულ ვიქნებით, ანუ დამოუკიდებლები ვიქნებით მაგათგან. ეს რუსეთსაც კი არ შეუძლია, მაგრამ ამის თქმა შეუძლია ყოველ შემთხვევაში. რომ ისინი უფრო რუსულები იქნებიან, მაგრამ ჩვენ მაგათ გარეშე უფრო ქართულები ვიქნებით და უფრო ისა, ამის თქმა ხო პირიქით მაგათ გარეშე ჩვენ ყველაფერს დავკარგავთ. ჩვენ რუსეთშიც რო ვიყავით და რუსულ იმპერიაში რო ვიყავით, მაშინაც კი რაღაცნაირად ვცდილობდით რომ ევროპაში გავსულიყავით და ეხლა მით უმეტეს ევროპის და ცივილიზირებული სამყაროს გარეშე ჩვენ დამოუკიდებლობა შევინარჩუნებთ. ეს არ ვიცი, აი ეს ვინ მოიფიქრა, მე არ ვიცი, ეს ეგ არის შეუძლებელი, ეგ არის თვითონაც იციან რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ რაღაცა გათვლები ჰქონდათ ეთყობა რომ ის მათი გათვლები იყო ის რომ აი ზელენსკის იმიტომაც აგინებენ რომ ზელენსკიმ გააკეთა ის რაც ამათმა ვერ გააკეთეს ის მედგრად დაუდგრა რაც ჩვენც ვერ გავაკეთეთ მედგრად ვერ დაუდექით რუსეთსო დაგვამარცხა და ეს არის შური აი ის რო ვერ დაამარცხა აი ის არის როგორი ომის პარტია და ეწინააღმდეგება როგორ შეიძლება რუსეთს შეეწინააღმდეგება რამდენი ხალხი დახოცა თავის არ ამბობენ რუსებმა რამდენი დახოცეს თავისიანები რუსები რამდენია დახოცილი და ჯარისკაცი უფრო მეტია დახოცილი ვიდრე უკრაინელების ბევრად მეტი. ანუ ეს როგორი ის არის რომ თუ რუსეთი თავის მიზანს მიაღწევდა რაც ჩაფიქრებული ქონდა იქ ერთ კვირაში თუნდაც ერთ თვეში თუნდაც ერთ წელიწადში რომ მიეღწია დენაციფიკაცია ანუ უკრაინულობა რო არ ყოფილიყო და ასე შემდეგ მაგისთვის რომ მიეღწია აი მაშინ ესენი იქნებოდნენ ამაყები და იტყოდნენ ჩვენ აი რუსეთში სისხლის დაღვრის გარეშე შევდივართ ჩვენ ეს მოლაპარაკება შევძელით აი ეს ქონდათ გათვლა მაგრამ მადლობა ღმერთს ესე არ მოხდა და მადლობა უკრაინას და უკრაინელებს რომ ესე მედგრად დაუდგნენ და არ დამარცხნენ და ფაქტიურად გამარჯვებულები არიან იმიტომ რომ დიპლომატია იგებს საერთოდ როგორი რაღაცა დიპლომატია სიმართლე და ძალაუფლება ეს სამი არის ანუ ურთიერთობა მაგრამ ამ ურთიერთობაში მართალი უნდა იყოს და ძალაუფლება უნდა ჰქონდეს და რუს თავიდან მარტო ძალა ჰქონდა, არც დიპლომატიაში იყო მართალი და არც მართალი იყო, ანუ იდეა არ ჰქონდა. რა იდეისაც ისინი იბრძოდნენ, ის იყო იდეა, რა ვიცი, ფაშისტური და ანუ თვითონ ფაშისტები სხვას აბრალებდნენ ფაშიზმს. თვითონ ფაშიზმები სხვას აბრალებდნენ ამ რუსკი მირის გამავრცელებლები უკრაინული მირი უნდა მოესპოთ. ხო და ეს იდეოლოგია არ ამართლებს. ამიტომ ეს შეუძლებელია. ეს შეუძლებელია, რომ მე რო დაიწყო ომი, მაშინ თქვი ეს. საიდან გაქვი ინფორმაცია მეუბნებოდნენ და ისტორიული ინფორმაცია მაქვს. აი სტალინი და ჰიტლერი ორი ბოროტება იყო. მაგრამ სტალინმა რითი მოუგო? იმით მოუგო, რომ მან შეძლო დიპლომატიურად დიდი ბრიტანეთი და ამერიკა ამოეყენებინა. და ისინი რო არ ამოეყენებინა, სტალინი წაგებული იყო. და ჰიტლერმა ეს ვერ შეძლო. ჰიტლერმა თავისი ნაციზმით ყველას დაუპირისპირდა. ანუ ამ ორი ბოროტებიდან მაინც იმ ბოროტებამ გაიმარჯვა, რომელმაც ამოიყენა სამყარო და წარმოიდგინეთ, რომ უკრაინა, რომელიც ბოროტება კი არა, სიდიადეა, გმირობა, ყველა მთელი ევროპა იძახის, რომ უკრაინელები გვიცავენო ჩვენ. უკრაინელები იცავენო ევროპას და უკრაინელები არიანო ევროპელებიო, ნამდვილი ევროპელებიო და ასეთი მართლები არიან, ასეთი
ამდენი სისხლი დაღვარეს და ამდენი ხალხი სახელმწიფოები ამოიყენეს. როგორ შეიძლება ამან წააგოს? მაშინ რა ვიცი, რაღაცა უნდა ჩამოვარდეს ზეციდან და სამყარო უნდა მოისპოს და მაშინ ყველა წააგებს, თორე აი შეუძლებელია უკრაინამ წააგოს.